რამაზ გერლიანი ეკონომისტი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში სტუდიაში და მასთან უნდა განვაგრძოთ ახლა ჩვენ საუბარი. მოგესალმებით ბატონო რამაზ. თავარი კითხვა რომელიც დღეს გაჩნდა ერთია რატომ შეიძლება არიდებდეს ბიზნესი მათ შორის სესიაშვილის გარდა იყვნენ ძმები პაპაშვილების კუთვნილი ბიზნეს კომპანიაც ასევე კრიპტო ბაზარზე მომუშავე. რატომ შეიძლება არიდებდნენ თავს ყველა იმ მნიშვნელოვანი მონაცემის მიწოდებას ეროვნული ბანკისთვის, რის გამოც ხდება მათი დაჯარიმება და რა რისკებს შეიცავს კრიპტო ბიზნესის ამ მიმართულებით მუშაობა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას, რომ როდესაც არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, სავალდებულოა ის ყველამ დაიცვას და შესაბამისად, როდესაც იწყებს ბიზნესი ოპერირებას, მას ესმის, რომ შესაბამის ჩარჩოში იქნება და ამ ჩარჩოს მიხედვით უნდა იმოქმედოს. ეს არის ახალი რაღაც გადაწყვეტილება 2008 წლიდან მოქმედებდა შესაბამისი ნორმა და მისი ესე ვთქვათ დაცვა, რასაკვირველია ყველა კომპანიას, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს, ევალება და უკვე რატომ ესე ვთქვათ დაარღვიეს, მათ შორის იგივე ესე ვთქვათ ყოფილ პარლამენტარის და ასე ვთქვათ ხელისუფლებასთან ახლოს ყოფნა ესე ვთქვათ სუბიექტებმა, მათ შორის სხვა სუბიექტებმაც ეს 13 სუბიექტია სულ ბიზნეს სუბიექტზე საუბარი. აშკარაა რომ ვთქვათ გადაცდომები აქვთ, თუმცა ხა დიდი თანხებით არ არის დაჯარიმებული ეს კომპანიები, მაგრამ მათ ესე ვთქვათ შესაბამისი ჩარჩო ნორმა ესე ვთქვათ დაარღვიეს, რაც ორი მიზეზის გამო შეიძლება ხდებოდეს. ტრანზაქციებს, რომლებსაც ისინი ესე ვთქვათ სავარაუდოდ ვთქვათ მალავენ, ეხება ისეთ სივრცეებს, რომელთან მიმართებაშიც ალბათ ესე ვთქვათ სხვა ტიპის კონტროლიც არსებობს, შესაძლოა ეს ეხებოდეს სანქცირებულ ვთქვათ სივრცეებს, ასეთი ტიპის ტრანზაქციებს, და ჩვენთვის უცნობია რა ტიპის ვთქვათ დარღვევებზე მიიღეს ვთქვათ მათ უბრალოდ ეს კანონმდებლობა ამ შემთხვევაში. საუბრობთ როგორც ჩვენ ვიცით, კომპანიებმა არ აღრიცხეს, არ შეინახეს ან ფინანსური მონიტორინგს არ მიაწოდეს ინფორმაცია განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ და მაყურებლისთვის რომ მარტივად გასაგები იყოს, ეს კომპანიები კრიპტოვალუტის გადამცვლელი პუნქტების ოპერირებას ეწევიან. სანქცირებული ნაწილი ახსენეთ და საფრთხეები გკითხეთ, რას გულისხმობთ ამაში? სწორედ ამ შემთხვევაში მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყანა არის ისეთ რეგიონში, რომელსაც ვთქვათ ძალიან ესე ვთქვათ ხელწერტილად ესე ვთქვათ მოიაზრებენ, მათ შორის იგივე რუსეთთან სიახლოვე და ახლა დაემატა კიდევ ახლო აღმოსავლეთში რაღაც ვთქვათ კონფლიქტები და ამ პროცესში რასაკვირველია დიდი ინტერესი არის ფულადი ტრანზაქციების მიმართულებით და შესაბამისად მოგეხსენებათ, რომ საბანკო სექტორით ეს ტრანზაქციები, რომელიც გარკვეულ ვთქვათ შესაძლოა სანქციებს ან შაობნელ საქმეებს ხმარდებოდეს, შეუძლებელია, ამიტომ კრიპტო არის ერთ-ერთი ესე ვთქვათ გამოსავალი, ის თავისი სისწრაფით როგორც გამოირჩევა, ასევე გამოირჩევა თავისი მოდი ესე ვთქვათ ანონიმურობითაც, თუ მას რასაკვირველია შესაბამისი ჩარჩო არ აკონტროლებს და ამ კომპანიებს ალბათ შეგნებულად ერჩივნათ ამ ჯარიმებზე წასვლა, იმ თავითმე იცოდნენ, რომ სავარაუდოდ დააჯარიმებდნენ. დაშვების დონეზე შეუძლებელია, რომ გამორჩენოდათ ამ საბუთების თუ აღრიცხვების თუ ტრანზაქციების წარდგენა ეროვნულ ბანკში. ეს ეჭვინამდვილად საფუძვლიანია, რომ მათ გამორჩათ და ხელოვნურად ან შეგნებულად არ გამოტოვეს, ვინაიდან ეს ტრანზაქციები, რომლებიც არის განხორციელებული, შესაძლოა იმდენად ვთქვათ მნიშვნელოვანი იყო და ეხებოდა სწორედ ან სანქცირებულ ან სხვა ტიპის სივრცეებს, სადაც ასე ვთქვათ ან საიდან ასე ვთქვათ ეს ფინანსური რესურსები ვთქვათ მოძრაობდა, რომ მათ არჩიეს ამ შემთხვევაში ჯარიმის ასე ვთქვათ მიღება, ვიდრე ეს ყოფილიყო თუნდაც გასაჯაროება იმის რა ტრანზაქციები სრულდებოდა. ეროვნულ ბანკისთვის გაზიარება და იცოდეს და მაკონტროლებელი რასაკვირველია ამაზე ვერ დახუჭავდა თვალს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საბანკო სისტემა და მათ შორის ეროვნული ბანკი, როგორც ცენტრალური მარეგულირებელი, საერთაშორისო შესაბამისი სტანდარტების მიხედვით ჩართული არის ამ სფეროში და ის თვალს ვერ დახუჭავდა და შესაბამისად არც საერთაშორისო ორგანიზაციებს მას არ დაუმალავდა. აღნიშნულიდან გამომდინარე არის ამის საფუძველი ნამდვილად, რომ ეს გარკვეულწილად ვთქვათ შეგნებულად და შეიძლება იყოს გაკეთებული. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცეების ვთქვათ გამორჩათ, კანონმდებლობა არის ხისტი და ამის გამო შესაძლოა მოხდა მათი დაჯარიმება. განმარტებები ამ შემთხვევაში ვისი გასაკეთებელია? დაასრულეთ რას აზრი და თუმცა როდესაც ნორმა არსებობს 2018 წლიდან შედიხარ ბაზარზე იწყებ ოპერირებას, მე ეჭვება, რომ ეს უბრალოდ შემთხვევითობით გამორჩეს ვინმეს.
ვისია ამ დროს პასუხისმგებლობა მაკონტროლებელზე თუ კომპანიაზე და რამდენად შესაბამისია ჯარიმა, რომელზეც ვლაპარაკობთ, ან რა განსაზღვრავს ჯარიმის ოდენობის სხვაობას, იმიტომ რომ ირაკლი სესიაშვილის ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის კომპანიის შემთხვევაში ეს იყო 9,000 ლარი და ძმები პაპაშვილების კომპანიის შემთხვევაში ჩვენ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გავიგეთ, რომ ეს იყო 3,000 ლარი. აი ეს ამას რა განსაზღვრავს? დარღვევის ოდენობა, რამდენჯერ მოხდა კომპანიის მიერ დარღვევა, თუ კიდევ რამე სხვა არეგულირებს? პირველ რიგში პასუხისმგებლობას რაც შეეხება ორივე მხარის პასუხისმგებლობაა. პირველ რიგში ასაკულია ბიზნესის მხარის, მაგრამ ამავდროულად ეროვნული ბანკის, როდესაც საუბარი არის 19 კომპანიაზე, აქამდე სად იყო ეროვნული ბანკი, ეს კითხვაც გვებადება, ხო? რაც შეეხება თვითონ ოდენობებს, აქ სხვადასხვა ტიპის დარღვევის დამიხედვით, ან რაოდენობრივად რამდენჯერ ეს ვთქვათ განმეორდა, შესაძლოა ეს პირდაპირ კავშირში იყოს ეგრე ტრანზაქციების ვთქვათ რაოდენობასთან. ამ დარღვევების და შესაბამისად დგინდება, როგორც ვთქვათ, წესი ეს შესაბამისი საჯარიმო ესე ვთქვათ ციფრიც და ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში როგორც ხვდებით ახლა მონაცემებით ერთ დარღვევაზე 3,000 ლარი წერია, ორი დარღვევის შემთხვევაში 6,000 ლარი და როგორც ჩანს თითო დარღვევა არის 3,000 ლარიანი ჯარიმით გამოწვეული. მიხედვით შესაძლოა ეს არ იყოს თვითო დარღვევა, დარღვევა ითვლებოდეს ის ანგარიში, რომელიც უნდა წარუდგინოს ვთქვათ ეროვნულ ბანკს და აქ იყოს რამოდენიმე ტრანზაქციაზე ვთქვათ საუბარი, ან გარკვეულ პერიოდზე, როდესაც უნდა კონდეს ვთქვათ ეროვნულ ბანკს ამის შესახებ. ჩვენ ამით ვერ გავიგებთ, რამდენი ტრანზაქცია განხორციელდა. ასე ვერ გავიგებთ, ლოგიკურია, ასე ვერ გავიგებთ. უბრალოდ აქ არის აი პირობითად რომ ავიღოთ დაუშვათ გარკვეული პერიოდის მანძილზე, ვალდებული ხარ რომ მიაწოდო ინფორმაცია ტრანზაქციების შესახებ. შესაძლოა ეს ინფორმაცია არ წარუდგინდა, ეს ტრანზაქციები იყოს რამოდენიმე ან რამოდენიმე ასეულიც. არ გამოურიცხა, შეიძლება ერთი იყოს და შეიძლება რამოდენიმე და ამას ესე მშრალი ციფრები ჩვენ ისედაც ვთქვათ ვერ მივხვდებით, სანამ უშუალოდ ვთქვათ 6 არ გაეცნობი და კონკრეტულად ვთქვათ დარღვევების. ჩვენ შეიძლება საქმე გქონდეს ასეულობით 1000 ლარის ბრუნვაზე? შესაძლოა მეტზეც ამ შემთხვევაში თუ ეს და აქ ნიშანდობლივია რომ სწორედ იმ ნორმის ფარგლებში არიან ვთქვათ დაჯარიმებული, რომელიც ფულის გათეთრებას, ტერორიზმის ხელშეწყობას და ასე შემდეგ. ტერორიზმი ადგილობრივ დონეზე არ იქნება, ძირითადად ეს კანონმდებლობაა საერთაშორისო დონეზე ფულადი რესურსების ვთქვათ მიმოქცევას აკონტროლებს და ამიტომაც აქ არ უნდა ვივარაუდოთ რომ რამოდენიმე 1000 ლარზე ან რამოდენიმე 1000 დოლარზე იქნება ვთქვათ საუბარი. საუბარი იქნება გაცილებით უფრო სოლიდურ ვთქვათ თანხებზე იმ პირობებში როდესაც ახლო აღმოსავლეთში არის ვთქვათ ესეთი მდგომარეობა, რუსეთი არის ვთქვათ სანქცირებული, ლოგიკური ამ მიმართულებით ინტერესი ბევრად არის ვთქვათ გაზრდილი და შესაბამისად უკვე ხდება ასეთი ტიპის ესე ვთქვათ ორგანიზაციების გამოყენება, რაც თუ ყველაფერი ეს ვთქვათ კანონის ფარგლებში როგორც შავი ხრელი ფულის გათეთრებისთვის. ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს ეს შავი ხრელები ამ შემთხვევაში, მათ შორის აი ამ კრიპტოს ვთქვათ მიმართულებითაც, ისევე როგორც ქონდა ვალუტის დახურდავებასთან ვთქვათ მიმართებაში, აქაც ანალოგიური ესე ვთქვათ ეჭვი შეიძლება იყოს, აბსოლუტურად საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ტრანზაქციები ემსახურებოდეს პირდაპირ ვთქვათ უცხოეთს და არ ხდებოდეს ამ ტრანზაქციების დარღვევები. აი საინტერესოა რა ხდება ჯარიმების შემდეგ. ამ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია წარუდგინოს ტრანზაქციების სრული სია ეროვნულ ბანკს, რომელმაც უნდა ამ ტრანზაქციების წარმომავლობა შეისწავლოს, თუ ყველაფერი მთავრდება ჯარიმით. ამ სიღრმეზე სიმართლე გითხრათ ვეღარ ასე ვთქვათ გიპასუხებთ, მაგრამ თუ ერთხელ ტრანზაქცია არ დარეგისტრირდა, მე მეეჭვება, რომ აქ საუბარი არის ისეთი ტიპის ტრანზაქციებზე, რომელიც მართლა ანონიმურობით არის, ასე ვთქვათ, თელ სოფლიოში მომხიბვლელი და მეეჭვება, რომ მე კომპანიამ შეეძლოს ვთქვათ ამ ტრანზაქციების რაღაც ნუსხის წარდგენა. ამიტომაც არის ამ შემთხვევაში სავალდებულო, რომ თავიდანვე იყოს ეს წარდგენილი და თავიდანვე იყოს თადარიგი დაჭერილი და არა, ასე ვთქვათ, პოსტფაქტუმ, როდესაც ყველაფერი ვთქვათ ჩაივრის. დიახ, ამ შემთხვევაში, როდესაც ჯარიმაზე არის საუბარი, ვფიქრობ მაინც ჩემს, ასე ვთქვათ, 100 ვაჟღერებ და არა კანონის ნორმაში როგორ წერია, ნამდვილად არ ვიცი რამდენი დაეძლება თუ არა გარკვეული ესე ვთქვათ პერიოდი, რომ ის წარსულის ტრანზაქციები წარმოადგინონ, ფიქრობ, რომ ასე არ იქნება და იქნება ძირითადად ესე ვთქვათ დარღვევასთან მიმართებაში ჯარიმა. უბრალოდ თუ
საომლოდ განმეორდება, მაშინ საკვირველად ჯარიმის ოდენობა გაიზრდება და ესეც ბიზნესის ასე ვთქვათ ხარი არის შესაძლოა ამ ბიზნესებს ეს ჯარიმები შეგნებულად იცოდნენ უღირდათ და მაინც გააკეთეს ეს ტრანზაქციები და მომავალშიც არ გამოვრიცხავთ რომ ამ კომპანიებიდან იგივენაირად მოყვნენ სწორედ ასეთ ფინანსურ ჯარიმების ქვეშ. ბატონო რამაზ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ტრანზაქციების სავარაუდო საეჭვებაზე, რომლის შესაძლებლობაც ჩნდება, როდესაც ტრანზაქცია არ ხდება საჯარო ან და ეროვნული ბანკისთვის ხელმისაწვდომი, რა საფრთხეების წინაშე აყენებს ასეთი ტიპის, ასეთი მნიშვნელოვანი მუხლის დარღვევა ქვეყანას, თუ კი ასეთი დარღვევები ხშირია კრიპტობაზარის მიმართულებითაც? ამ შემთხვევაში პირდაპირ ქვეყნის სივრცეს გარკვეულწილად ელახება იმიჯი და ასოცირდები მე უკვე ცივილურ სამყაროში გარკვეულწილად ეკონომიკურ წინამდებობაში მყოფ სივრცესთან. ვინაიდან მთელი ცივილური სამყარო ასე ვთქვათ აკონტროლებს, კაცრად აკონტროლებს, ვინაიდან ტერორიზმის ძალიან ასე ვთქვათ ცუდი მხარე არის ჩვენი ვთქვათ სამყაროს, ასევე ვთქვათ ფულის გათეთრება და შესაბამისად ის სივრცეები, რომლებიც მას ასე ვთქვათ უწყობენ ხელს, ან მასთან მიმართებაში კანონმდებლობას არ ღვევენ, ასოცირდებიან არასანდო ასე ვთქვათ სივრცეებად და მისი ასე ვთქვათ ზარალი გაცილებით უფრო გრძელვადიანი და დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით რაღაც ციფრებში გამოხატული. ამიტომაც არის ვთქვათ ამ მიმართულებით სწორედ ესეთი საერთაშორისო კონტროლი დაწესებული. და მეორე მხრივ ეს თუ და დიდი ალბათობაა რომ სწორედ ქვეყნის გარეთ ტრანზაქციებიდან გამომდინარე იყო ეს, თუ ასეთ ვთქვათ მოვლენას აქვს ადგილი, მათ შორის სანდოს ვთქვათ პარტნიორობის იმიჯიც ვთქვათ გელახება, ვინაიდან მოგეხსენებათ რომ ესე მარტივი ჩნდება განცდა რომ შესაძლოა საეჭვო ბრუნვის ადგილი იყოს ქვეყანა, ამას ამბობთ? დიახ, ამიტომაც ქვეყანას ყავს ვთქვათ შესაბამისი სტრუქტურები და მათ თვალთახედვას ეროვნული ბანკის გარდა ესეთი ვთქვათ ბრუნვები არ უნდა ვთქვათ გამოეპაროს. გულისხმობთ საგამოძიებო უწყებებს. თუნდაც მათ შორის ვთქვათ საინფორმაციო დონეზე. მადლობა.